სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ძმანო და დანო. აი ისე დიდებული ზეიმი ქრისტიანებთან კვირადღე, ანუ აღდგომის დღე იგივე და ისე პავლე მოციქული წინ გვიწვის თავის უღტავი გენიალური ეპისტოლეთი კორინთელთა მიმართ, პირველი ეპისტოლეთი. არა მოდის თვალებიდან პავლე მოციქული ის ქრისტემ დაადგინა წინა მეწინავე, მედროშე და ამიტომ არის რომ კიდევ კვლავ ვიმეორებ რომ ყოველ კვირადღეს მის ეპისტოლეებს სახარებამდე მის ეპისტოლეებს კითხულობ, იყოს ეპისტოლეებს კითხულობ. არაბეთის უდაბნოში ჩემო ძვირფასებო მაცხოვარი მას ეცხადება 1200 ჯერ ყოველ ღამე და ესაუბრება დილამდე შვაღამიდან დილამდე. მერე მაცხოვარი მიდის, უჩინარდება და წარმოიდგინე პავლე მოციქულს რა ძალა ჰქონდა. ახლა ქრისტე რო ეცხადება გასავლის და თან ამდენჯერ ხო ჩვენ გვიკვირს როცა წმინდანებს ეცხადებათ ერთჯერ ყოფილა ესეც და ისეც რამოდენიმე წუთი და ვამბობ და სულიად სამართლიანო ეს წმინდანი ღირს იქნა მაცხოვრის გამოცხადებისა 1200 ჯერ 3 წლის განმავლობაში და ჩვენ ფიქრობთ იმასაც რატომ გამოარჩია უფალმა პავლე ასე აი ასე აღმატებული. იმიტომ ჩემო ძვირფასებო რომ ღმერთი ხომ სანამ ადამიანს დევა შექმნა და მთელ კაცობრიობას უკვე იცნობდა, ჩვენ ვიცნობდა და მან წინასწარი ხედვით იცოდა ვინ იყო ყველაზე უანგარო ადამიანი. გამიგე? ესეთი აღმოჩნდა პავლე. იმიტომ მიიღო ამდენი მადლი და ღირსება ქრისტესგან პავლე მოციქული. აი ეს რამხელა დიდი თვისებაა, რამხელა სათნოებაა ჩემო ძვირფასებო, რამხელა სიკეთეა. ანგარე, უანგარობა. გამიგე? პავლე იყო თავდაბალი და უანგარო ადამიანი. და ამიტომ მან მიიღო ესეთი დიდი მადლი. ჩვენ დაანგარებიანი ადამიანი ვინ არის? ჩვენ ამას ხშირად ვხედავთ, ხო? თელ ჩვენ ცხოვრება ვხედავთ, ჩვენში ვხედავთ, სხვაში ვხედავთ. ძალიან დიდი გულის ტკივილია, როცა მეგობარი და ახლობელი მოგაყენებს დიდ ტკივილს ამ ანგარების გამო, ხო? ჩვენ ვხედავთ, როგორ ჯუნგლებისგან ისეთი ეს ცხოვრება, სამწუხაროდ, ხო? და ცხოველების დონემდე დადის ადამიანი. აი ვინც უანგაროა, ის გამოდის ამ ჯუნგლების კანონიდან ჩემო ძვირფასებო და ჟულის კანონს ეფუძნება და ხდება განსაკუთრებული ყურადღების, ღვთის ყურადღების ქვეშ, ესე იგი, ესეთი ადამიანი იკურთხება ღვთისაგან განსაკუთრებით. ამიტომ უნდა მივაქციოთ ჩვენ ცხოვრებას ყურადღება და ის კი არ არის სიძლიერე რომ აი უნდა დაჩაგრო შეიძლება მოიპოვო წართვა ეს არის პირიქით საჯელს დამსახურება. ძლიერება არის ზუსტად უანგარო. როცა არ წართვო პირიქით დაუთმო აბრაამს ვამბობენ წმინდა მამები მაშინ როცა თავის ძმის შვილს უკეთესი ადგილი მიცა და ვარესი თვითონ აიღო ამის შემდეგ იკურთხა განსაკუთრებით აბრაამი უანგარობის გამო. მოკლედ ჩემო ძვირფასებო პავლეს მე-13-მდე იქნა ცოცხლად დატაცებული და აღარ უნდა ეს ქვეყანა ახლა წარმოიდგინე პავლე ამბობს ენა ვერ აღწევს რას უმზადებს ღმერთი ადამიანს იმ ქვეყნად და პავლე თვითონ ამბობს აღარ მინდა ამ ქვეყნად ყოფნა ახლა წარმოიდგინე როცა ის ქვეყანა ანახა ღმერთმა და შემდეგ ეს ქვეყანა თუმცა მშვენიერია მაგრამ იმის არ იყო საირმის
ულამაზესია მართლაც, საირმის ზემო ნაწილი ალპური ზონა რომ ნახე, ეს ნაწილი ქვედა საირმე, როგორც არის კარიკატურა ისეთი გახდა ჩემთვის. ასევე ესეც, როცა პავლემ ნახა ის დიდი სამოთხის დიდი მშვენიერება ამ ქვეყნად აღარ უნდა და ერთადერთი რისთვისაც ის რჩება დიდი სიხარულით ამ ქვეყნად, ეს არის თავის მისიის შესრულება, რომ იქადაგოს სადამდე შეიძლება, სადამდეც მეკი მიცემს ამის ძალას, იქადაგოს ჭეშმარიტება სხვებში. ადამიანი უნდა იყოს ცხოვრებაში ჩემო ძვირფასებო, მეცნიერი უნდა იყოს. აი, ხშირად ვამბობ, მზე თვარე ვარსკვლავები, ეს ყველაფერი რომ გაიაზრო. მეცნიერი უნდა იყოს, მათემატიკა უნდა ჩართო, წარმოიდგინეთ, მეცნიერულად დამტკიცებული რომ მზე ოდნავ დაშორებული რო იყოს დედამიწას, გაიყინებოდა. ანუ ჩვენ ყველა დავუყურებთ. ხოლო ოდნავ ახლოს რო იყოს, დაიწვებოდა დედამიწა. ესე იგი, ხო უნდა მივხვდეთ ჯერ ეს ვინ შექმნა და მე მათემატიკური ზუსტად იქ როგორ ჩაჯდა თუ თავისით მოხდა ეს ყველაფერი, ხო? და მე ასეთი მასა დედამიწის საუკუნეები როგორ ტრიალებს, ხო? მზის გარშემო ხო უნდა მივხვდეთ მეცნიერი უნდა იყო რომ აღიარო რომ ეს ყველაფერი შექმნა ავტორი ყავს ამას ძალიან დიდი. ხო ამას რო გაიაზრებ ხარ ეს ყველაფერი შექმნა როგორი იქნება ის როგორი ხარ შენ ღმერთო დამანახეო მოსე უთხრა ღმერთს და ღმერთმა უთხრა რომ შეუძლებელია რომ მე ადამიანმა მიხილოს იგი უბრალოდ ვერ გაუძლებს ამ სანახაობას რადგან დიდი სურვილი ჰქონდა მოსეს ნაპრალში ჩააჯინა ღმერთმა იცით ალბათ გინახიათ ზოგი ყოფილა ზოგს ტელევიზიით გინახია აი ესეთი ნაპრალია ოდნავ ალბათ 2 მეტრიც არ არის ის რაღაცნაირად ესეთი შეიძლება მეტრი იყოს ესე განი აი ნაპრალში გამოქვაბულში დასვა ღმერთმა და უთხრა რომ მეო ჩაგივლიო და ისეთ ზურგითო ანუ პრაქტიკულად ის სიმბოლურად უთხრა რომ არაფერი არ დაუნახია და ზურგიც არ დაუნახია იმიტომ შეუძლებელია რომ ღმერთი დაინახა და მოსემ აი ასეთი ჩავლით ღვთის ასე ჩავლით ნათელი მიიღო ისეთი ნათელი რომ ვერ უყურებდნენ და ამიტომ საბურველი ქონდა იმიტომ რომ ვერ უყურებდნენ ანათებდა თავი ანათებდა მზესა და ვარის მოსესთან ანდა ისრებს მე გამოგეცხადები და უკანა რომ უთხრა სინასტაზე რა ხდებოდა ხო გახსოვთ ჩვენ ხო საკითხული ბიბლია რა ხდებოდა მიწა იწროდა ბოლავდა ეს სიმბოლოა იმიტომ არის ეს ჩვენ ყოველთვის ვამბობ ქართული საკმეველი ვაკმიო რაღა პარიზული და სუნამოების მიერ გაკეთებული ბერძნული საკმეველი ვაკმიო აგერ ღვთისმშობლის ბაღიდან აღებული ეს საკმეველი ვაკმიო თან საკმევის ერთ-ერთი მნიშვნელობა დიდად ბოლავდეს უნდა როგორც სინასტაზე ბოლავდა მერტის გამოცხადების და საყვირის ხმა ისმოდა ისეთი აუტანელი რომ აკანკალდა ისრაელი ხა რამდენი ვაჟკაცი იყო ისრაელში ხო მაგა ყველა აკანკალდა ხა რა გაუძლებს ამას კანკალებდა ისრაელი და ბოლოს უყვიროდნენ მოსე შენ გველაპარაკე ვიღუპები არ გინდა ღვთისგან ანუ ვინც ამბობს ღმერთი გამომეცხადოს იმდენად უგუნურია რომ მართლა გამოეცხადოს აკანკალებული დამხობილი პატეება სიტყობს და იტყვის რომ არა ღმერთი უგამომეცხადო იმდენად აი რაღაც დაემართა ისრაელს უფრო კანონზომიერია რომ ღმერთი არ გვეცხადება ვიდრე რომ ღმერთი გამოგვეცხადოს ჩვენ აი ხა ესეთი სიწყნარია მაგრამ ღმერთი რომ გამოგვეცხადოს უბრალოდ ვერ აიტანს ამას ადამიანს იქნება რა ვიცი რა ძალიან უხეშად რო თქვა ყველაზე ვარესი აი ატომური ბომბით ყველაფერი რა ერთ-ერთი კატაკლიზმები რო აიღო არაფერი იქნება იმასთან შედარებით რომ ღმერთი გამოგვეცხადოს მაგრამ მისი კაცმოყვარეობა რა თქმა უნდა ამას არიზამს და ხდება ის როგორც ხდება თუმცა
ღვთიური გამოვლინებები კიდევ ამბობ, ყოველთვის იყო მთელი ისტორიის მანძილზე, ეხლაც არის ისტორიის მანძილზე, ჩვენ თანამედროვე ყოფაშიც და სულ ვიხსენებ და ვამბობ, ყოველი ათეისტი, ბებია, ბაბუა ავიდეს იოანეს ზედაზნელის ხსენების დროს იოანეს ზედაზნელის მონასტერში და ნახოს როგორ სველდება კედელი, სადაც დასაფლავებულია იოანეს ზედაზნელი. ნახოს ის ბაზილიკა თხროთის მთაზე აღაიანთან არის აქვია, რომელზეც თქვა, რომლის შესახებაც მირიან მეფემ, მე აღვაშენო აქ ტაძარი ღვთისა და იგი ეგოს უკუნისამდეო და აგიეს. ადიდან ახლა 1700 წელს ვიზეიმებთ ახლა 26 წელს 1700 წელია გიეს ეს ტაძარი. აჰა, ჩემო ძვირფასი. ღვთაებრივი ცეცხლი და 1000 სხვა რამ. მუნიოსის იბერიის ღვთისმშობლის ხატი, ჩემო ძვირფასი. როგორი მირონდენა იყო, ხო? და ანტიქრისტიანულმა ძალებმა მუნიოსი მოკლეს და ხატი გააქრეს და ალბათ დაწვეს დიდი ალბათ. იმიტომ რომ ქრისტეს ჭეშმარიტება ცხადდება. ადამიანი უნდა იყოს ჩემო ძვირფასებო, ფსიქოლოგი, როგორც პავლე იყო. პავლეს ფსიქოლოგია რაში მდგომარეობს? პავლე ამბობს, იუდეველთან ვიყავი ვითარცა იუდეველი, როგორც იუდეველი კი არა. ანუ იუდეველი კი არ ვიყავ, მაგრამ იმად დონეზე, იმად ვეშველოდი, რომ გამეგებინებინა, რომ ქრისტიან მესია. წარმართთან ვიყავი როგორც წარმართი და შეიძლება გავაგზავნოთ ნარკომანთან უნდა იყოს ადამიანი ვითარცა ნარკომანი, ლოთთან ვითარცა ლოთი, რუშთან ვითარცა რუში და ასე შემდეგ. ეს არის ფსიქოლოგია. თუ შენ ზემოდან დაუწყებ, რომ როგორ ბედავ და როგორ აკეთებ, ეს არ არის ფსიქოლოგია. ფსიქოლოგი უნდა იყოს ქრისტიანი, მეცნიერი უნდა იყოს ქრისტიანი, ფილოსოფოსი უნდა იყოს ქრისტიანი და მოგვაძავ ჩემ და იყავითო პავლე აი ყველაფერს შეიტვისებდა. ფილოსოფოსიც იყო, მეცნიერიც იყო, ფსიქოლოგიც იყო. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფიზიოლოგიის ესეთი კვლევა იყო, სასწაული რამ შემოწმეს. თურმე თვალი რასაც შეხედავს აი სიტყვაზე ვამბობ, შემოდიხარ თბილისში ან რა ნებისმიერ ისე ავიღო და გადმოხედე თბილისს. ერთ წამში აი ამ გადმოხედვის დროს ერთ წამში გონება მიეწოდება რამოდენიმე 1000 პირობითად ავიღოთ 3000 ცნობა, სხვადასხვა ცნობა, სხვადასხვა ესე იგი შტაბეჭდილება, სხვადასხვა აღქმა 3000 ერთ წამში, რომელიც შემდგომ ალბათ ანიხსნება, აი მაგალითად ალპურ ზონაში რო ვიყავით, არამოდის თვალიდან საირის ალპურ ზონაში, იქ ჩვენ რო გადავხედეთ, იქ რამოდენიმე 1000 შემოვიდა რაღაც ცნობიერება, რამოდენიმე 1000 აღქმა შემოვიდა. მაგალითად, რა შეიძლება 1000 რა ჩამოთვლის? აი ერთი რა შეიძლება თქვა, მე მომივიდა ასვი, რომ ეს არის მსოფლიო ფიზიკური, დედამიწის ფიზიკური მსოფლიო ცენტრი. ისეთ სილამაზე. ეს არის მომივიდა აზრი, ეს არის მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ჰაეროვანი ადგილი. ეს არის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ადგილი და ასე შემდეგ რა ახლა რომ ჩამოვთვალოთ, ვერც მოიფიქრე და სინამდვილე შემოდის გონებაში რამოდენიმე 1000 აღქმა და რამოდენიმე 1000 ცნობა სხვადასხვა რამის შესახებ, აი იმპულსების დონემდე და მე ალბათ გესმით. აქ ეს არის პირდაპირ მტკიცებულება, რომ ადამიანის შექმნა ღმერთმა ჯერ ამის გარეშეც უნდა მიუხვდეთ, ხო, როგორ არის ყველაფერი შექმნილი, ხო? ტელევიზორი, კომპიუტერი, გული, მატორი, კუჭი, რომელიც გესმით, მუშაობს მთელი ცხოვრება ადამიანის, მილები არის გაყვანილი ადამიანის სხეულში, ფეხები ავტომობილს რო შევადროოთ, ხელები, ყველაფერი ისეაც უნდა მიხვდა, მაგრამ აი ეს აღმოჩენა
პირდაპირ სადღა უნდა წახვიდეთ. უკვე ეს აღმოჩენა პირდაპირ მტკიცებულება იმისა, რომ ღმერთმა შექმნა ეს ყოველივე, იმიტომ როგორ შეიძლება თვალიდან აიყვა და 3000 ესეთი რაღაც ინფორმაცია მოვიდეს შენს თვისში წამში. ნუ სასწაულო. მე დღეს ამით დავასრულებ, მინდა ერთი რამ თქვა და ამით დავასრულებ. საქართველოს მარტო ღვთისმშობლის ბაღი რომ არის, მარტო ეს ბუნებით კი არ განისაზღვრება. ღვთისმშობლის ბაღი, მასში, ამ ბაღში ცხოვრებიან, ხო, ქართველები, ძირითადად. ცხოვრები არიან ქართველები და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არის არა მარტო ულამაზესი ბუნების ადგილი, ეს არის ადგილი, სადაც ამ ბაღში ცხოვრობენ ულამაზესი მამაკაცები და დედაკაცები, უდიდესი ინტელექტუალი ხალხი. ქართველობა ჩემთვის. ამის მტკიცებულება შეიძლება ძალიან უბრალოდ. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რამოდენიმე 1000 ტაძარი საქართველოში. მაგალითად, კომუნისტების დროს აღრიცხული იყო, რომ 15 რესპუბლიკაში იყო ძველი, ტაძარი, ნაგებობები, ციხეები 15,000. აქედან 8,000 იყო საქართველოში. ნახევარზე მეტი. იმიტომ ვამბობ ამას, რომ ეს ეხლა რაც უნდა გითხრა, ვინმე მარათვას, მე რა ბიზანტიაშიც იყო ეგრე, ბულგარეთშიც, რუმინეთშიც, რუსეთშიც. ესე იგი, საქართველოში იყო რამოდენიმე 10,000 ტაძარი. და რამოდენიმე 10,000 ტაძარი ნიშნავდა, რამოდენიმე 10,000 ტაძარიც იყო 1000 სასწავლო ცენტრს. იმიტომ რომ იქ სწავლობდა, ადამიანები სწავლობდნენ წერას, კითხვას, აგიოგრაფიას, ისტორიას, ღვთისმსახურებას, მედავითნეობას ტიპიკოს და კიდევ მრავალ რამეს, ხატწერას გამიგე და ნახეთ აგერ მედავითნეები კიდევ თუ რამე შემეშლება და გამორჩება დაამატებენ. ერთი ტაძრისთვის საჭიროა სახარება 60 კილო წიგნებზე მაგ ლაპარაკი და დავითნი 8 ხმათა სადღესასწაულო, რასაც ჩვენ ვკითხულობ ცისკარი წუხზე, 8 ხმათა მარხვანი, პარაკლიტონი, ეს უკვე მე-6 წიგნი, ასევე ზატიკი, ეს სულთმოფენოდიდან ყოველთაწმინდათამდე წიგნი, ეს მე-7 წიგნი, კიდევ არის კონდაკი, რომელიც უდლისთვის არის, ესეც შენი მერვე წიგნი, მრავალთავი ეს უკვე ფუფუნება იყო, მაგრამ საჭირო იყო მაინც უდლისთვის იყო ესეც განკუთვნილი ქადაგების მოსამზადებლად და კალენდარი, ჩემო ძვირფასო, მე განახეთ რა კალენდარი იყო საქართველოში გამოცემული, ხო გახსოვთ, რო განახეთ იანვარი, ფებრუარი და ყველაფერი სულ ხატებში და ყველა წმინდანის ხატი იყო ჩატებული. 10 წიგნი, ერთ ტაძარს, როგორც აუცილებელ პირობა. ეხლა ნახეთ, 10,000 ტაძარი იყო და უბრალოდ გაიაზრეთ რამდენი წიგნი, მათემატიკის გენია დაატრიალეთ, რამდენი წიგნი იყო საჭირო და მაშინ ხო დაარიბეჭდებოდა. ხელით წერა იყო, ჩემო ძვირფასო. გესმით თქვენ რა შრომა და თან ჩვენ გამარჯვებული ვართ მინიატურულ მხატვრობაში. ეს წიგნები ქართული კაცის გემოვნებიდან და ბუნებიდან გამომდინარე, ესე კი არ იწერებოდა, რომ ჯღაპნიდე კალიგრაფია იყო საუკეთესო და საუკეთესო ხატწერა ამ წიგნებში. გესმით თქვენ რა შრომა და საქართველოში წარმოიდგინეთ რამ წიგნობრობა იყო. ერთხელ ხო ამას გარდა ვეფხისტყაოსანი იცით ბზითეში ატანდა. ესე რამდენი ქალი იყო საუკუნეებში საქართველოში იმდენი ვეფხისტყაოსანი. გესმით და ერთხელ სულთანმა, თურქეთის სულთანმა სიმონ მეფე დაიჭირა გავანთავისუფლებო ოღონ მრავალი ოქრო ვერცხლი და ვეფხისტყაოსნის ყველა
ხელნაწერი მომიტანეთ ეს და საუფლისწულოში სიმონ მეფის ოჯახში იცოდა სულთანმა რომ 4 ვეფხისტყაოსანია და ეს 4 უნდა მიეცა და როდესაც იქ დავაც კი იყო რომ არა როგორ მიცეთო ვეფხისტყაოსანი გამიგეთ მამაში ოჯახის მეფე მამაშიც კი ფიქრობდა რომ არ გაეცვა და მაშინ იქ ერთ-ერთმა ჭკვიანმა უთხრა მოდი ეს მივცე ხვალე არის დრო დანიშნული და დღეს ღამეო 4 ეგზემპლარი გადავწერე და ალბათ გაინაწილეს როგორ მოასწრებდნენ და 4 ცალკე გადაწერეს გესმით ერთ ღამეში ჩემო და ის 4 რომელიც იცოდა სულთანმა მისცა წარმოიდგინეთ ხა როგორი ინტელექტუალური დონე იყო საქართველოში და ან რა წარმოდგენა გვინდა სისხლისგან ვიცდებოდით ძლივს მოვაღწიეთ ცოცხლებმა თავი აღარაფერს ვამბობ რა წიგნებს მაინც მოვიტანეთ ჩვენ უამრავი წიგნი მათ შორის ვეფხისტყაოსანი და ეს არის გენია კაცობრიობის შოთა რუსთაველი ჩემო ძვირფასებო და ხო სულთანს რა უნდათ ხო იცი რა უნდა სულთანს და თურქებს სულ გაენადგურებინათ ეს ხელნაწერები თურქულ ენაზე ეთარგმნათ რუსთაველი და გამოეცხადებინათ რომ რუსთაველი ვითომ სომეხი იყო რუსთაველი ვითომ თურქი იყო გამიგე და საერთოდ არ დაუწერია ვითომ ქართულ ენაზე და გესმით რა ქონდა ჩამოვიდა რა გასაკვირია აგერ არა რა თქმა უნდა ყველა სომეხი ჩვენ სპეციალისტი და მაგრამ ვიღაცა არანორმალური აკადემიკოსი პირდაპირ დევს YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ ამბობს რომ შოთა რუსთაველი სომეხი იყო და ამტკიცებს როგორ იცი უხვი დაბალი ლაშქარი მრავალი ხმიანი როამბობს როსტევან მეფეზე შოთა გამიგე აი მტკიცებულება ეს არისო это описание великого царя Армении Тиграна ვითომ ეს ტიგრანი იყო ესე და სხვა არა ხოდა აბა რასიზამდნენ თურქები და ასე შემდეგ გამიგეთ შემოწმება და როგორი ინტელექტუალობა იყო ჩვენში რომ წარმოიდგინეთ რუსთაველმა აი ნახეთ რა დაწერა თუ კაცი კაცად არ ვარგა ცუდია გვარიშვილობა აი ამ ერთი სტროფით შემოწმებას ამ ქართულმა გენია შოთა რუსთაველმა გამსაწერა მაშინ იყო გვარიშვილობა ესე იგი იყო მეფე არისტოკრატია და გლეხობა ეხლაც ესია ხო მეფე არ არის მაგრამ ამიშოვა არის ძალაუფლების მქონე ხალხი არის მდიდარი ხალხი არის უბრალო ხალხი არის დაბიო ხალხი საშუალო ფენა და დაბიო იმისი ხო მაგრამ თუ კაცი კაცად არ ვარგა ცუდია გვარიშვილობა ეს იგივეა რო თქვა თუ კაცი კაცად არ ვარგა ცუდია თანამდებობაც სიმდიდრეს და ყველაფერი აბსოლუტურად რუსთაველმა ამით გაასწორა ყველა აი ეს რაღაც მოცემულობა ესეთი რომ რაღაც თვითონ ზემოდან მოუყურებენ ადამიანები თქვა იგივე ძალაუფლების და მდიდარი ადამიანები უბრალო ასე თქვა პროფესიის ხალხს და არაფრის მქონე ხალხს ეს გაასწორა და დააყენა ეს საკითხი თუ კაცი კაცად არ ვარ ცუდია გვარიშვილი გესმით ეხლა რაღაც ამერიკიდან ასწავლენ რომ ყველა თავისუფალი და ერთიანია და ასე როდის თქვენ რუსთაველმა და აი ამ სულიერი მახვილით როგორ გადაჭრა ამ პარტავნების ვეშაპის თავი შემოწმებასება და ყველა ერთად გაერთია ერთი და დავასრულებ და ამით შემოწმებას თქვენ იცით მე მინდა ამით კიდე ხაზი გავსვა რა ინტელექტი იყო საქართველოში შექსპირის ცოლვა არ იცოდა წერა კითხვა გესმით ხარ ინგლისში აგერ სადღაც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ისწავლეს წერა კითხვა ბევრი ძალიან ბევრი გესმით ხერას და აი ამ დროს ზუსტად შექსპირის ცოლმა არ იცოდა წერა კითხვა ამ დროს ქართველი ქალი მონაზონი ან შესამონაზვნებელი ქალი მორჩი ვარძის მონასტერში ვანის ქვაბებში
წერს რუსთაველიდან შემდეგ ეს არის ეხლაც და რაზე წერს შეყვარებულმა გადაწყვიტა რომ მოაკითხოს ეთქობა ჯერ არ იყო შემონაზვნებული ან იყო და მაინც სიყვარული ხო იცით რა არის და მაინც უნდა რომ მოაკითხოს რა და მოდის შეყვარებული და ამ ქალმა მონაზონმა თუ მორჩილმა დაწერა კლდეზე შემდეგი ციხეს ვზი ეგზო მაღალსა თვალმი ძლივს გარდასწვებია ანუ ამით ის თქვა რომ მე უკვე მონაზონი ვარ ან ვაპირებ მონაზონი და დამთავრდა აქ ვეღარ მოხვდა გამიგებ ნუცამე მომკლავ ჭირითა ამისგან უარესითა მოგშორდი დამთმეგულითა კლდისაცა უმაგრესითა ქართველი ქალი ამას წერს ალბათ თუ თლიანად არა ვეფხისტყაოსანი ძალიან დიდი ნაწილი ეცოდინებოდა ზეპირად ჩემო ძმაო აი ესეთი იყო საქართველო ხოლო ჩვენ ქართველ ქალებზე და კაცებზე რას წერს ალექსანდრე დიუმა რას წერს ევროპელი მოგზაურები ეს ჩვენთვის კარგად ცნობილია 1924 წელს უბრალოდ ულამაზესი თავადები და აზნაურები კაცები და ქალები გაანადგურეს კომუნისტებმა და მაინც რა ლამაზები ვარ და მაინც რა ინტელექტია საქართველოში დღეს ჩემო ძვირფასო ხალხო წერლობაში ამის კიდე დასტური შუშანიკის წამება აბოთბილი და გრიგოლ ხანძელი და სხვანი სიბრძნე ბალავარისა ესეთი თვით ბიზანტიოლოგი კვლევარებიც კი თვით ბიზანტიოლოგი კვლევარები აღიარებენ რომ ესეთი ნაწარმოებები არ აქვთ ბერძნებს ბიზანტიელებს დაწერილი ესეთი ხმაშინარსია ხოლო თელს ევროპაში ბალავარის სიბრძნე და ამბობენ რომ ეს ქართული კიცდება რომ ეს არის ქართველის ან ექვთიმესი ან გიორგის რომელიღაცას დაწერილი ჰაგიოგრაფიული შრომა თელ ევროპაში ითარგმნა ყველა ენას და სანამ დეკამერონი პოპულარული ვამბობ მე არ გამოიცა და ხო იცის რა თემაა დეკამერონი და უცებ აიტაცეს თორე მანამდე პირველი წიგნი იყო ეს ჩემოძებს აი ჩვენი წერლობა, აი ჩვენი ნიჭი, აი ჩვენი ინტელექტუალობა მე-18 საუკუნეში, როდესაც ყოფნა ხდებოდა ქართველების უდიდესი ნაწარმოებები შეიძლება. გურამიშვილი, თეიმურაზის საოცარი პოეზია, არჩილის საოცარი პოეზია და ასე შემდეგ. სასწაულები ხდებოდა ჩემო ძვირფასო. და ბოლოს მე მინდა დავამთავრო კიდევ ამ ბუნების ჩვენი ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ჩვენი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაღის კიდევ ერთი ამბავი მინდა ითხრა და მოკლედ და ამ დავასრულო. თიანეთში არის ლაშარი ესეთი ადგილი, ულამაზესი ადგილი. და მე და ჩემი გიორგი შვილი წავედით მოსალოცად და ამ ულამაზეს ბუნებაში ნახეთ არწივი ჩემო ძვირფასო. უგონ ესეთი არწივი არ მინახია, ბევრჯერ მინახია არწივი, ვაღა ზოოპარკში აღარ ვაბო, ისედაც მინახია არწივი ბევრჯერ, ესეთი არწივი მე არ მინახია. ესე იგი როგორი ყავისფერი იყო, ოქროს, რა ქვია მას, ნისკარტი, ხო, თუ რა ქვია. ოქროს ნისკარტი ხო, ოქროს ფერი და რო გადაგვიფრინდა, ქვემოთ ფრთები იყო ოქროს და თეთრი ფერის მე ეგეთი არწივი თან ნახეთ რა გააკეთა რო დაგვინახა არწივი რა ჭკვიანია და რა ვაშკაცია საქართველოს სიმბოლო დიდ პანტის ხეს შეაფარა თავი კი არ შეეშინდა აი მივხვდით ჩვენ შეაფარა თავი ხო იცით მაგას როგორი თვალებია 10 კილომეტრიდან რო იყურებოდეს აი როგორც არ უყურებს თაგვი რო ნახოს თქვა 10 კილომეტრი ეს უკვე რატომები ბინოკლი რაღაც სასწაული ჩვენ დამსვერვა იმიდან ჩვენ ახლოს ვიყავით სულ 30 მეტრში 20 მეტრში და წარმოიდგინეთ ჩვენი როგორ ვიყურებდა არწივი აი ასე ვიყურებდა პირდაპირ გადიდებულად და შეგვათვალია რა ხო სხვა ჩიტი არ გამოფრინდებოდა შიშისაგან
შეგვათვალიერა აშკარა ჩემო ძვირფასებო შეატყო ჩვენ სახეზე აშკარა რომ ჩვენ ვიყავით მისი მოყვარული ხალხი გამიგე და ჩემი აზრით ამის შემდეგ შვიდად ჩვენ წინ მაგრამ აი რაღაც ორი ესეთი ალბათ 10 მეტრაში გადაგვიფრინა წყნარი გამიგე დაგვანახა თავის სილამაზე თითქოს ესეთი რამ გააკეთა თქვენ გიყვარვართ მე აჰა მე შემომხედე ჩემიანებო და გადავფრინე ნუ ეს იყო სასწაული ჩემო და საქართველოს სიმბოლო არწივი იმიტომ რომ ასეთი ინტელექტუალი ფრინველი არ არსებობს და საქართველოსში მცხოვრები ხალხი ყველაზე მეტად ინტელექტუალები არიან აი მე ეხა ერთი ხელის მოსმით რო ასე ვთქვათ ისტორია მიმოვიხილე აი აქედან პირდაპირ მტკიცდება ჩვენ რა ხელნაწერები ქონდა ჩემო ძვირფას რა ხელნაწერები და როგორ გემოვნებით გაკეთებული ეს ყველაფერი რა ხატწერა გვაქვს და ასე შემდეგ დაში ესეთი არის არწივი და არწივი არის უშიშარი როგორც ქართველი ხალხი ჩემო ძვირფას აი მოკლედ ზაფხულის გადაგებები ესეთია შევეხმიანეთ და ჩვენთან არსებობთ ჩვენთან არს უშიშო დაგლოცოთ და დაგახალოთ გამოიტანეთ თუ შეიძლება ეხლა